მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ გიამბობთ ხოლმე თუ რა ხდება ზოგადად კრიპტოინდუსტრიაში, ასევე ყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და მიმოვიხილავთ იმ ტენდენციებს თუ რა ტენდენციებიც არის ზოგადად ბაზარზე. მოკლედ, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ სიახლეებზე, მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ თუ რა ხდება ფასის კუთხით ბაზარზე და მესამე ნაწილში შევეცდები რომ ვისაუბრო კომენტარებზე. ეხლა კი სანამ გადაცემის პირველ ნაწილზე გადავალ, მანამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet-ი. BitNet-ზე თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კრიპტობაზრის რეფერალური ლინკით, ასე ვთქვათ, ეხლა გამოჩნდება მოკლედ ეკრანზე შეგიძლიათ დასკანეროთ და ასევე ვისაც გაინტერესებთ მოკლედ თუ როგორ შეგიძლიათ მარტივად გაყიდოთ, ასევე თუ გაქვთ საფულეში გადაიტანოთ ან გადმოიტანოთ აქტივები, მოკლედ არის ტუტორიალები ახსნილი კრიპტობაზრის YouTube გვერდზე და ეს ტუტორიალები თქვენ შეგიძლიათ მოკლედ ნახოთ და გაეცნოთ დეტალურად ინსტრუქციებს. ეხლა კი რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, მოკლედ პირველ ნაწილში ტრადიციულად ვისაუბრებ თუ რა სიახლეები გვაქვს ბაზარზე. გადავიდეთ მოკლედ პირველ სიახლეზე და პირველი სიახლე ეხება ბიტკოინის რეზერვებს. მოკლედ სანამ დღეს თეთრ სახლში ჩვენ დროით პრინციპს სანამ დღეს თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართება სხვადასხვა კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სიზიც იქნება, როგორც ვიცით, ასევე ვიტალიკიც არის მოწვეული თეთრ სახლში და განიხილავენ სხვადასხვა ამბებს. ნახოთ როგორ ჩაივლის ეს პროდუქტულად, მოკლედ მანამდე გაიცა ბრძანება, რომ ასე ვთქვათ, შეიქმნას ბიტკოინის რეზერვების, სხვათა შორის ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ უკვე რა ბიტკოინებიც არის ამოღებული სხვადასხვა დამნაშავეების საფულეებიდან, ასე ვთქვათ, იმ ბიტკოინისგან თავსება მოხდება. უბრალოდ აზრი ორად გაიყო, აი მოხდება თუ არა შემდგომში დამატება თანხის ან არა. ამაზე მიმდინარეობს ეხლა კამათი, ასევე მე როგორც კი თქვენ გახსოვთ ალბათ დაახლოებით 1 თვის წინ განვიხილეთ ის ამბავი, რომ აი 180 დღეში რეგულაციები უნდა შეცვლილიყო ბიტკოინ და კრიპტოსთან მიმართებაში და მე ხაზგასმით თქვი მაშინ რომ ძირითადი აქცენტი რაც არ უნდა ჩვენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ეს ძირითადი აქცენტი იქნება ბიტკოინზე და მართლაც შეჯერობით ეს გვაქვს სახეზე. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი ზოგადად რომ აი მოლოდინები გადაჭარბებული არსებობდა და ბევრი ანალიტიკოსი თვლის Twitter-ზე გვაქვს ეს სიახლე დადებული, ბევრი ანალიტიკოსი თვლის რომ ის პარაბოლური მოძრაობა მოკლედ დროში რაც იყო ამ სიახლესთან დაკავშირებით, მოკლედ დღეს გუშინ, ასე ვთქვათ, იმათი დროით გუშინ პრინციპში გაშორებულ სიახლესთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, არ იყო შესაბამისი და ბაზრის ბუნებრივი რეაქცია არ იყო. ასევე ის ამბები რომ აი ილონი წერდა 4 წლის წინ ჩვენ ამას ნახავთ დღევანდელ სიახლეში და დღეს ახლა ტრამპი საუბრობს რაღაცებს. ესეც რომ მოქმედებს ბაზარზე, ჩემთვის არც თუ ისე კარგი ნიშანია, თუმცა კიდევ ერთხელ აი ამ დადგენილებით, რასაც მოეწერა ხელი, ცალსახა არის ის ფაქტი, რომ ამიერიდან სხვადასხვა რეგულატორების მიერ საზღვარგარეთ ძალიან გაჭირდება ბიტკოინთან დაკავშირებით ისეთი ორაზროვანი განცხადებების გაკეთება, რომლებიც გადაცემის სხვა ნაწილებში ვიეხილე და ფაქტობრივად ის რომ აი კრიმინალები იყენებენ მხოლოდ და შესაბამისად მისი რეგულირება ვერ ხდება და ასე შემდგომ, აი ეს საკითხები ნელ-ნელა მოიხსნება დღის წესრიგიდან, თუმცა დღევანდელი შეხვედრა რაც გაიმართება, ჩემი აზრით უფრო საინტერესო იქნება, ვისაც ალტკოინები გაინტერესებთ. აქაც სპეკულაციები იქნება, რა თქმა უნდა, ბაზარზე და კიდევ ერთხელ მე მირჩენია მოკლედ ეს სამყარო თავისით განვითარდეს და პრინციპში თქვენ თუ გაიხსენებთ 2021 წელს დიდად ის ადმინისტრაცია თავს არ იკლავდა, ასე ვთქვათ, კრიპტოს და მით უმეტეს ბიტკოინის შექებით, თუმცა ამ ადმინისტრაციისგან მოსალოდნელი ყველაფერი არის, შეიძლება სიტყვების გადაითქვას, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. მოკლედ ფრთხილი ოპტიმიზმით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ფრთხილი ოპტიმიზმით ვაკვირდებით ამ მოვლენებს და აქვე ხაზს გაუსვამთ წინა ბულ მარკეტმა და ბიარ მარკეტმა დაამტკიცა და ადასტურა ეს პრინციპში რაც უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ან ქვეყნებმა რაც უნდა გადაწყვიტონ საბოლოო ჯამში ეს ტექნოლოგია არსებობს და არსებობს
ფაქტია, მალე 20 წელიწად დადგება სულ რაღაც პრინციპში 4 წელიწადში ამ ტექნოლოგიის არსებობიდან და შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ უკვე იმ განვლილ 20 წელზე თუ რას როგორ გაივლის ბიტკოინი და ეს ინდუსტრია და ასევე ჩემთვის ბაშიც ვისაუბრე ამაზე, რომ მდგომარეობა ახლა ისეთია, პირდაპირ ვთქვათ, ბევრი ფაქტორი არის კრიპტოს გარე ფაქტორებიც, რაც ფაქტობრივად ბაზარს გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს და ვიღაცამ რო თქვას, რომ ბაზარი ესე წააბანო, ზოგადად ეგ არც არის სწორი ბაზარზე ვისაუბროთ, რომ მაღლა დაბლა ჩამოვა, პირიქით ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ რა შეიძლება მოხდეს და რამ შეიძლება განაპირობოს სიტყვას თუ ამ ფასთან მივა, ესა თუ ის აქტივიან ამ ფასამდე ჩამოვა, მაგრამ მაინც ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ბაზარზე, კიდევ ერთხელ ეს ფინანსური რჩევა არ არის საერთოდ გადაცემის განმავლობაში, რასაც გაიგებთ, მაგრამ როდესაც ხედავთ, რომ თქვენი აქტივი 2-ჯერ, 3-ჯერ გაიზარდა ერთ დღეში, ან რა ვიცი, 70-80%-ით ერთ საათში, აქ თქვენ ელოდოთ, რომ 10-ჯერ და 100-ჯერ გაიზრდება, ცოტა არ იყოს მიამიტურია, თუ კიდევ რაღაც ახალ გამომცვალ პროექტს არ ეხება, რომელიც რატომღაც უცებ გაჰაიბდა, ხო? კითხვები დასვით მოკლედ პროექტთან მიმართებაში, ასევე წინასწარ უნდა გქონდეთ გეგმა, თუ აი ამ ნიშნულზე ინვესტიციის რამდენ პროცენტს გადამაქვს სხვა აქტივში, ან ყიდი საერთოდ, ან რა ნიშნულზე უნდა დავამატო, მოკლედ ბევრნაირი მიდგომა არსებობს ამ კუთხით და შესაბამისად ამ მიდგომებთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ფრთხილად, კიდევ ერთხელ გავფრთხილდით ფულს და ის რომ bull market-ში ვარცავით და bull market-ზე ფული იშოვება, ეს ნამდვილად ესე არ არის და იმედია ლიკვიდაციებამდეც არ უნდა მიიყვანოთ საქმე და ზოგადად შეგახსენებთ, რომ Pixel აკადემიაში ხა ავთოს კურსის რეგისტრაციაც არის ჩაშვებული, თქვენ თუ გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად ეს ტექნოლოგიები, კრიპტოტექნოლოგიები, შეგიძლიათ მოკლედ Pixel აკადემიაში დარეგისტრირდეთ და სხვადასხვა საინტერესო კურსებიც გვაქვს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოკლედ იყავით მაქსიმალურად ინფორმირებულები კრიპტობაზარით და კრიპტობაზარს და ზოგადად ჩვენ თავის მხრივ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, ასევე ჯგუფიც მეტნაკლებად აქტიურია და დანარჩენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, თქვენზეა და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ იქნებით ინვესტიციაში, ასე ვთქვათ, წინ დაუხედავ წინააღმდეგ შემთხვევაში მას შესაბამისი შედეგები მოყვება. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლე პრინციპში ნიუ-იორკის შტატის, ასე ვთქვათ, ინიციატივა არის, რომ სქემერები და სქემ პროექტები და ესე იგი 5 მილიონიდან 25 მილიონამდე დაჯარიმდნენ და ასევე ერთ-ერთი ის არის, რომ შეიძლება 20 წლამდე ციხეც კი მოუწიოთ. ნახოთ ეს ინიციატივა როგორ ჩაივლის, ეგრევე ხალხი ერთხმად ასე ვთქვათ ტყბობაში შევიდა, რომ ეს ძალიან კარგია და შესაბამისად უფრო მარტივად მოხდება დარეგულირება, მაგრამ მე ვერ ხვდები ფიზიკურად რა როგორ უნდა გააკეთონ და თუ ვინმე სიტუაციაზე FTX-ი თუ ვინმე დააშავა, ამას ეს კანონი არ ჭირდება არანაირად. FTX ისედაც დაშავებული ქონდა და ასედაც Sam Bankman-ის ვიდეო და ინტერვიუ კარლთან კი ნახეთ და ფაბდიძე საუბრები და ასე შემდეგ, ძალიანაც რომ არ გადაუხვიოთ თემას, რისი თქმა უნდა, თუ ვიღაც რაღაცას აშავებს, როგორც რეზერვები შეიქმნება იმოპარული ბიტკოინებით ან თახლითური სქემებით მოპოვებული ბიტკოინებით, ისედაც არსებობს მოკლედ ეს რეგულაცია, უბრალოდ ვერ ხვდები აქეთკენ ვინ რატომ დაწყნარდა. ეს შემთხვევით ხომ არ აჩენს ახალ ხვრელს, რომ იცი რა, შენი პროექტი ჩვენ სქემი გონია და შესაბამისად შენ და აგახიათ 5 მილიონი დოლარი, ხო? რაღაც მსგავსთან შეიძლება გქონდეს საქმე, წინ არ გავუსწრებ მე მოვლენებს და მე პირდაპირ გეტყვით ამ ინდუსტრიაში არავის იმედი არ მაქვს, რომ მე თუ ვინმე დამსქამა აქედან ფულს ვიღაც მომწევს. ცენტრალიზებულ ბირჟებთან მიმართება საერთოდ სხვა სიმღერა არის. ცენტრალიზებულმა ბირჟებმა გადაწყვიტეს, რომ იყვნენ კონტროლირებული და შესაბამისად მათ ვალდებულებები აიღეს და რასაც მოწერეს ხელის უნდა გააკეთონ, მაგრამ დეცენტრალიზებულ სისტემაში მე ვიღაცას მოვთხოვო, რომ იცი რა, ეს რატომ მოხდა ესე, თუ ხელშეჭიდი რამ მექნება კოდის ბაგი
დეველოპერი თუ რა, თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც მიზანმიმართული არ ხდება, იმედი ამ მიზანმიმართულზე საუბრობენ, უბრალოდ ერთი არის თუ ვიღაც არღვევს ზოგადად კანონებს, კიდევ ესე დამატებითი კანონის მოფიქრება არ არის საჭირო და იმედია რამე ტროგასხენის მაგვარივით არ მოდის ნიუ-იორკის შტატიდან და პრინციპში დაველოდოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. აქვე ამ პირველსა და მეორე სიახლეს შორის დავამატებ, რომ სენატორი ლუმენი ამბობს, შემდეგ კვირაში დიდი სიახლეები გვექნება და ჟურნალისტი ეკითხებოდა, ანუ ხაზგასმით მოკლედ რო ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის ის რა, რომ აი თაქს გადასახადის გადამხდელების ფული ზედმეტი არ წავა არსად და შესაბამისად ის მოპარული და ჩამორთვეული ბიტკოინებისგან, ამიტომ შეიქმნება რეზერვი და სენატორი ლუმენი საუბრობს, რომ ჩვენ ახალი ფულით არ ვიყიდით ბიტკოინს და შეიძლება გაიყიდოს ოქრო და ამით კიდევ შეიქმნას ის ინიციატივა გახსოვთ ალბათ რომ დიდი ოდენობის ბიტკოინი უნდა დააგროვოს მოკლედ 5 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ამ ინიციატივაში შეიძლება ის ჩაჯდეს მოკლედ რაც ცოტა სხვა კუთხით მიდის ეს ყველაფერი რაც არ უნდა დაწეროს World Liberty Finance-ის CEO და მისმა კომაგებმა თუნდაც სუისთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით ან ზოგადად რაც არ უნდა მოხდეს ერთი არის ცალსახარო ინტერესი და ეს აკუმულირებული ინტერესი და სწორი ინტერესი არის ბიტკოინთან მიმართებაში უბრალოდ აქ გვაქვს ძალიან დიდი ხმაური რაც სოლანას ადას რიპლს და სხვა პროექტებს ეხებათ რაც შეიძლება პრობლემური იყოს განცხადებების გამო და ჩვენ ვიცით რომ ეს ადმინისტრაცია ხასიათდება რაღაც განცხადებას სიტყვის ერთს და მე ამის საპირისპირო განცხადება შეიძლება ვიხილოთ რამოდენიმე საათში, რამოდენიმე დღეში ან კვირაში შესაბამისად კიდევ ესეთ გაურკვევლობაში სხვა გაურკვევლობის შემოტანა ჩემი აზრით არ არის უპრიანი ბაზრისთვის და ზოგადად ინდუსტრიისთვის და ისედაც თაღლითები კრიპტობაზრის რეგულაციის გარეშე ისედაც ისჯებიან მოკლედ კანონით და იქ დამატება რაღაცის და 5 მილიონი ან ეს 5 მილიონი საიდან მოვიდა იქნება მილიარდი გაზიდა ადამიანმა ხო ანუ რას შვებით, როდესაც მაგალითად ბაიბიტზე თავდასხმა მოხდა ლაზარუსის მიერ, იმათ რა დავაკისრეთ 25 მილიონი ან ყველა ჯგუფის წევრს ციხე და რა ხდება, ჩამოვლენ ჩრდილოეთ კორეიდან და ამერიკაში შეჯდებიან ციხეში. ანუ ვერ ვიგებ, კი, შეიძლება ვიღაცები მშვიდად იყოთ ამით, მაგრამ ვიცი, ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით თუ როგორც მოხდა ეს ამბავი და შესაბამისად დიდი ოდენობის ეთერიუმი მოიპარეს ამ ადამიანებმა და ვერანაირი კანონი ამას ვერ აღუდგება წინ. აი ამაზე მაქვს საუბარი მეტი არაფერზე. ნუ ეს ბირჟა შეეხო და შესაბამისად ის ბირჟის პრობლემები კიდევ სხვა ამბავი და ამიტომ ბირჟამ საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ, უნდა უზრუნველყოს ამ თანხების დაბრუნება და როგორც ნახეთ რეზერვები იყო, თუმცა სამომავლოდ ამ ინციდენტს რა შეიძლება მოყვეს, კაცმა არ იცის. ამაზეც ბირჟები ფრთხილად უნდა იყვნენ რეზერვებთან მიმართებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, უსაფრთხოებასთან მიმართებაში ფრთხილად უნდა იყვნენ. შეიძლება ვიღაცებმა თქვან, რომ აი ეს როგორ დაიმართა, არ ვიცით. ბევრი რაღაც ხდება და შესაბამისად ეს შეცდომაც მოვიდეთ და ამ შეცდომის ფასი რაღაც მხრივ ინდუსტრიამ შეიძლება მომავალში გადაიხადოს bear market-ის დროს, როდესაც გამოძიება დაიწყება ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვადასხვა რეპორტებით სხვათა შორის მოკლედ რისი თქმა მინდა წინასწარ ნუ ავჟიტირდებით ეს ტექნოლოგია ამერიკის და ნებისმიერი ქვეყნის გარეშე და მხოლოდ ხალხის აღიარებით ბიტკოინზე მაქვს საუბარი არსებობს და იარსებებს იმედი მაქვს შეიძლება სახეცვლილი იყოს თუ რა იყოს არ აქვს მნიშვნელობა იდეა არის აქ მთავარი და შესაბამისად ეს პანდორას ყუთი კარგი გაგებით გახსნელია და ადამიანების დიდი ნაწილი ხვდება თუ რა არის ფინანსური თავისუფლება და ნებისმიერი ესეთ რეგულაცია არ ვიცი. იმედია ჩვენ არ მოგვიტრიალდება უკან სხვანაირად დანარჩენი ამატეთ კანონები რამდენიც გინდათ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიღაც მოვა ჩრდილოეთ კორეიდან იზამს გავს რაღაცას და თხოვეთ მე რომ ჩამოვიდეს და ჩაჯდეს თქვენი იურისდიქციის ფარგლებში ციხეში. ეხლა რა შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე ეხება World Liberty Financial Reserve, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტ ეთერიუმს ფლობენ, მოკლედ ეს ადამიანები და სუიზეც იყო საუბარი, სხვათა შორის გამიკვირდა მუვმენტამდე სუი როგორ არ იქნა დამატებული და მუვ პროტოკოლზე ჩვენ ვისაუბრეთ.
და ეს მიმართულება კიდევ ჩემთვის დაამაბნეველია, რა კუთხით გეტყვით, ვიღაცებმა შეიძლება უბრალოდ მათი პორტფელები აიღონ და დააკოპირონ. ასევე განცხადებები რომ აი ეხლა კარგი არის ეთერიუმის, ეხლა საინტერესოდ როა ეთერიუმის საყიდლად, ან ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვამატებთ სუის და სუის რო ვამატებენ 10%-ით იმატებს იქ ფასი. ანუ რისით ხმა მინდა დაუკვირდით რაღაც სანამ ეს განცხადება გაკეთდა, ანუ გუნდში რაღაც მოიხარშა, გუნდში რაღაც მოიხარშა ეს ადამიანები ტესტავენ თუ რამდენად აგზალა მათ განცხადებებს, როგორც ილონი შვებოდა Dogecoin-თან მიმართებაში და შესაბამისად ამის კუთხით რაღაც მხრივ ვოლატილურობა იქნება. შეიძლება ბერმა თქვა 8%-იანის და არაფერი არ არის. მე შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ გაიჩნია იმ 10%-იან ზრდამდე, რომელიც რავი $2 კლებამდე მივიდა ლამის სუი ამ პერიოდში, ვინ მოახდინა შესყიდვები, რადონის შესყიდვები იყო და თქვენ ალბათ გახსოვთ კვირის ამბავი, სანამ ტრამპი დადებდა Solanაზე, არ შემეშალა Solanაზე, Ripple-ზე და ADA-ზე და ასევე მერე სასხვათა შორისად მოყოლა Bitcoin და Ethereum, ეს შემთხვევით ძალიან სასაცილოა, პირდაპირ გითხრათ, რაღაცა TextCrep კრიპტოზე და ჯერ საუბრობ Cardano-ზე, Solana-ზე, Ripple-ზე და მერე სასხვათა შორისად და რა თქმა უნდა Bitcoin-ზე მით უმეტეს და Ethereum-ზეც, ხო? არ ვიცი, რამდენი სერიოზულია მსგავს განცხადებები, არ ვიცი და ის რეაქცია რაც მოხდა, ორშაბათს აფერი დამიწერია ჯგუფში, მაგრამ პირად საუბრებში თქვი რომ მსგავსი აღმასვლა არ არის ჯანსაღი და არაჯანსაღი აღმასვლიდან კი ვხედავთ ახლა ამის დღევანდელ დღემდე ვიმკით იმ დაღმასვლას, რა დაღმასვლებიც არის altcoin-ებში და მე ჯგუფში დავდე რომ ფრთხილად იყავით და რა თქმა უნდა არაფინანსური რჩევა არის ეს, უბრალოდ დააკვირდით altcoin-ებს. კიდევ ერთხელ აცდუნება იმის რომ აი alt სეზონი არის, ან alt სეზონი იქნება და შესაბამისად აი ვიღაცის coin-ი 2-3 x-ით გაიზარდა და აი ჩემ coin-ს ამ coin-ს რა სჭირს. ბაზარი ამ ეტაპზე სამწუხაროდ ესე მუშაობს, ჯერჯერობით ვხედავთ რომ ეს არის საწვავი და ეს საწვავი სანამ იმუშავებს, ის ადამიანები ვინც ამაში ფულს შეუვლობენ იშოვენ. აი არ უნდა ამას დიდი ანალიზი, ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ბრალს ხომ არ დებ, არ ბრალს არ დებ, უბრალოდ ისტორია მეორდება და გამეორებულ ისტორიაში ვხედავთ რომ ზუსტად ის ადამიანები არიან, ან რაღაც ჯგუფი, რომელიც მეტნაკლებად ხეირობს ალბათ. იმედია მაგის შნოც აქვთ რომ იხეირონ, კიდე ცალკე ამბავია. ხო, აღმასვლის კუთხით და შესაბამისად დავალოდოთ დღეს რა იქნება, მაგიტომ ვთქვი რომ აი პარასკევამდე 4 შაბათს მაგიტომ საუბრობდნენ პარასკევამდე მაინც მეტნაკლებად გადაიაროს ამ ქარბუქმა, სხვა ქარბუქი გვაქვს შემდეგ კვირაში შეხვედრები, ეს კიდევ სავაჭრო პროცენტები, შეიძლება ვიღაცის დასანქცირება, მოკლედ გადაწყობა ხდება ტრადიციულ ბაზარზეც, ასევე S&P 500-ის ვარდნაც და აი ბევრი ყო გაკვირვებული, რატო ვარდება, გავკველობ, ანუ გაურკვეველი სიტუაცია, რაც უნდა გქონდეს მოლოდინი იმის, რომ შეიძლება პოზიტიურად განვითარდეს მოვლენები, ანუ ეხლა სხვა ტემპერატურაში შევდივართ, Bitcoin-ს არ ეხება ზოგადად გლობალურ სიტუაციას ეხება, სადაც გაურკვევლობის დონე დიდი არის. ანუ ან ეს მოხდება და ან ეს კი არა, ანუ კისა და არაშორის შუაში შეიძლება 100 სხვა ვარიაცია არსებობდეს, ხო? და ამ 100 სხვა ვარიაციის გათვლა წინასწარ თუ არ გაქვს ინფორმაცია, არის ძალიან რთული. და სანამ ტრამპი რაღაც ინფორმაციას დადებს და მანამდე რამოდენიმე საათით ადრე დიდი ოდენობით Bitcoin-ი რო ილონგება, არ ვიცი, მითხარით რომ შეიძლება ვწდები რამეში, არ ვიცი. და ის არ მესმის საერთოდ Truth-დან Twitter-ზე რატო არ გადადის თავისი კოლეგის, მეგობრის თუ ძმაკაცის სოციალურ ქსელში არენდობა? ხო, ანუ რაღაცებს დავაკვირდეთ, მოკლედ, მე სუის თავიდან აღმასვლა მიხარია, რატომაც არა, სუი რა ფასეც არ უნდა ჩამოვიდეს ეხლა ამ დღეებში რა ფასეც იყო, ეგ ფასი ჩემთვის საინტერესო არ არის და შესაბამისად საინტერესო როდესაც იყო ინვესტიციის კუთხით სუი ინვესტიცია განხორციელდა სუიში და შესაბამისად უკვე ჯერჯერობით ამ ცუდ ეტაპზე ვართ დამოკიდებული. შეიძლება თქვათ რომ ეს არ არის ცუდი ეტაპი და აქ ბევრი ფული შევ კი ვიღაც სხვა ბევრი თუ კარგავს ფულს, ვიღაცები შოულობენ, ეს ბალანსი არის და ის ისტერიული აღმასვლა
რეისტერიული აღმასვაც ვიხილეთ კვირას, ანუ იმ პარაბოლური მოძრაობისგან განსხვავდება რა პარაბოლურ მოძრაობებზე ჩვენ საუბრობდით შარშან, როდესაც ETF-ების ამბავი იყო, ხო 2023-ში აი დადასტურდა, არ დადასტურდა, თქვეს, არ თქვეს, ვიღაცამ Twitter-ზე დადო, არ დადო, ну მოკლედ 1000 ინფორმაცია, ხო? ის უფრო ლოგიკური იყო, ვიდრე ეს იცი რა, მე ფულს არ დავამატებ და რაც მაქვს ჩამორთვეული იმას გადავანაწილებ, ან მოდი ავდგები ოქროს გავყიდი და ვიყიდი ბიტკოინს, არსობრივად სწორი არის, უბრალოდ ბაზარზე ეს ნელა უნდა მოხდეს და უმტკივნეულად. ოქროს თუ კრიპტოვალუტებს გავხსნებით, ოქრო არის სწორედ პირველი, რასაც არ ვერჩი, ხო? და შესაბამისად ვიღაცის დაჩაგვრა ამ ბაზარზე სამომავლოდ სხვა ამ ბაზარზე რა კრიპტობაზრის გარეთ არის საუბარი, სხვა შედეგების გამომწვევი შეიძლება იყოს და იქ ოქროსაც ფინანსური ისტორიის განვითარების ჯაჭვში თავისი როლი აქვს, თუ გინდათ ქიმიურად შეხედეთ და ცადეთ აბა და ასინთეზეთ, ხო? ანუ როგორ სინთეზდება კი ვიცით სავით, ხო? როდესაც ვარსკვლავების შეჯახება ხდება და შესაბამისად იქნება მსგავსი მეტალები. მოკლედ ის პრობლემა რომ აი რაღაცა შეიძლება შაბადოთ შეიძლება იპოვოთ, მაგრამ არსიც რაც კარგი ფულის, ეგრეთ წოდებული კარგი ფულის მაგალითი იყო, ну ბიტკოინის შემდეგ fiat სტანდარტს კი ოქრო ჯობს ნამდვილად და შესაბამისად აქედან როდესაც გადავალთ ბიტკოინზე, ესეც უმტკივნეულად უნდა მოხდეს. რა როგორ წარიმართება, არ ვიცი, შემდეგ კვირას დაველოთოთ. თუ ექნება ამერიკას ბევრი ბიტკოინი კაია, თუ ექნება საქართველოს ბევრი ბიტკოინი კაია და თუ ადამიანებს ექნებათ ბევრი ბიტკოინი, ეგეც კარგია. უბრალოდ გაითვალისწინეთ ერთი რაღაც, ეს ინტერესი ზევიდან ქვევით არ წარმოსულა, პირიქით ხალხი დაინტერესდა და დაინტერესებულმა ხალხმა და ამ ტექნოლოგიამ საბოლოო ჯამში მიაღწიეს ვიღაცების ტვინებამდე. უბრალოდ კიდევ ერთხელ 100%-ით ვერ ვიტყვი, ვიღაცების ტვინებამდე მიღწევა რამდენად იქნება, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი და გააზრებული თავიდან ბოლომდე და რამდენად არ იქნება პოპულარული და ერთ წინადადებას რამდენად არ მოყვება, რომ კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამერიკული დოლარი ის არის, რაც არის და შესაბამისად, როგორც წინა პრეზიდენტობის ჟამს ტრამპმა, ასე ვთქვათ, განაცხადა. ნახოთ, დაველოდოთ. და ჩემი ფრთხილი ოპტიმიზმით, მაინც შევხედავ ბაზარს. ეხლა რაც შეეხება მეოთხე სიახლეს, შემიშალა თითები. მეოთხე სიახლე დაკპირდით, მოკლედ და ისევ ვისაუბრებ ილონზე და 21 მარტის განცხადება, 24 მარტის განცხადება, სადაც თქვენ შეგიძლიათ და ეს ეკრანზე ჩანს, ეხა პატარა მანქანა ჩანს, ხო? სადაც მოკლედ შეგეძლოთ მაშინ უკვე ბიტკოინით ტესლას ყიდვა და შესაბამისად აი მანამდე უკვე ჩვენ ვისაუბრეთ წინა სიახლეებში რომ აი ტესლა რამდენ ბიტკოინს ფლობდა და აი როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი ასევე ილონ მასკის გადათქმული საუბრები რომ იცი რა მე ჯობდა რომ 8 წლის წინ ესეთი ფრაზა აქვს ნათქვამი და ახლობით რომ კარგი იქნებოდა თუ 8 წლის წინ დიდი კრიპტოაქტივებს ანუ 20-21-ში ხო საუბრობდა ამას 8 წლის წინ შეიძლება პრინციპში ეთერიუმამდე პერიოდს გულისხმობს, მაგრამ მაინც ხო? ანუ რისი თქმა მინდა, აქ ყველაფერი პოზიტიურად ჩანს, ამ სიახლეს კითხულობთ, მარტი არის, Binance Chain-ი გაჭედილია, Smart Chain-ი მაშინდელი გაჭედილია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შიტკოინი გამოდის ბაზარზე და 5 და 10 დოლარიან ტრანზაქციები არის, როდესაც ადასტურებთ კონტრაქტს, სასწაული ხდება ირგვლივ, აი ყველა ელოდება 100,000 და მსგავსი მოძრაობები და უცებ ეს სიახლეც გვაქვს, რომ აი სულ რაღაც ერთი მოდელი არის ეს მოდელი თუ ყველაზე იაფიანი მოდელი მაშინ 1 ბიტკოინით შეგიძლიათ იყიდოთ აი მეორე უფრო ძვირიანი 2 ბიტკოინი და რამოდენიმე სატოში დაგჭირდებათ რომ შეისყიდოთ მოკლედ ყველაფერი კარგად არის 2021-ის მარტში ხო და ილონი ძალიან კარგად საუბრობს მანამდე უკვე ის ეგ წელი ზოგადად კრიპტოვალუტებზე ბიტკოინზე და დოჯკოინზე და ეთერიუმზეც მე მგონი რაღაც 1-2 სიტყვა ისროლა და აგერ ტესლა რომელიც მე გინახავთ რა ხდება ტესლასთან მიმართებაში შეგიძლიათ მოკლედ შეეგეძლოთ მაშინ ბიტკოინის შესყიდვა მე ეს სიახლე 2023-ში
გადაჟღერდება, გადმოჟღერდება. დღეს სიმართლე გითხრათ და არც მაინტერესებს შეგიძლიათ თუ არა ბიტკოინით ტესლას მანქანის ყიდვა და იმასაც ვერ ხვდები ბიტკოინი რატო უნდა გადაცვალოთ ტესლაში, მაგრამ მაინც, ხო? და ეს სიახლე იყო, ეს განწყობა იყო და ეს განწყობა რაღაც მხრივ გავს. აი სანამ დავიწყებდი ამ რუბრიკას, მანამდე არ ჩანდა უბრალოდ მე ვთქვი რომ აი ილონს დავაკვირდეთ მეთქი აი ილონი ადრე როგორ საუბრობდა და სხვა ამბებშიც საბოლოო ჯამში გაირკვა თუ როგორ საუბრობს ეს ადამიანი ამ ადამიანმაც ანუ ეს ახასიათებს შეიძლება ერთი თქვას მე მეორე გადათქვას ასევე ნაკლები დოზით ახასიათებს რომ რაღაც ტყუილი შეიძლება თქვას და ამაზე ბოდიში არ მოიხადოს მე თავის მე ფაქტ ჩეკერმა ტვიტერზე ამოუგდოს ეს მაგრამ ეს მაინც გაზიარებული კონდეს მოკლედ ამომავალი რაც არის კრიპტო ინდუსტრიისთვის და ბიტკოინი მართალი პროდუქტია, მართალი ყველა გაგებით, ანუ რაც ხდება ქსელში, ის მართლა მოხდა და თუ არ მომხდარა, ასე ვთქვათ, ქსელში არ არსებობს და ყველაფრის გადამოწმება დროში, რაოდენობაში, ტრანზაქციებში, ყველაფრის გადამოწმება შეგიძლიათ. ეს ქსელი არის, რომელიც საბოლოო ჯამში გეუბნებათ, რომ აი აქ რაც წერია, ეს მოხდა და სხვა არ ვიცი. სხვა შეიძლება ვიღაც ინფორმაცია გადაწეროს, გადმოწეროს, შეიძლება ვიღაცამ თქვას ეს, არ თქვას ეს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ ძალიანაც რომ არ გაგვიგრძელდეს პირველი ნაწილი, შევაჯამოთ, რომ ესე იგი კრიპტო ინდუსტრიის კუთხით და უფრო ბიტკოინის კუთხით ჯერჯერობით ის ნარატივი, რომ აი ჩვენ არ ყიდულობთ, მაგრამ თუ რამე აი თქვენ ფულს არ წავიღებთ, მაგრამ იცით რა ეს რეზერვი იქნება, ან პოტენციურად შეიძლება პირობითად ოქრო გადავცვალოთ ბიტკოინში, ესეც სახის სიახლეები არის. მეორე ტალღა სიახლეების რა რაღაცნაირად უნდა მივხედოთ ჩვენ სკემერებს და რეგულიროთ და 5 მილიონიდან 25 მილიონამდე ან ციხეში უნდა გაუშვათ. კი, ჯერ ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოიყვანეთ ის ხალხი და მე ვილაპარაკოთ ესეთ თემებზე. ასევე World Liberty Financially რას გადაწყვეტს და რას იდის შეიძლება პატარ-პატარა 5%-იანი 10% დაიტესტა უკვე რა. თუ მსგავსი ინსაიდერი ყავთ ტრამპის ადმინისტრაციაში ან იქ კი ბატონო ის ადამიანები სავარაუდოდ ხეირობენ უბრალოდ კიდევ ერთხელ იყო რაღაც პერიოდი როდესაც დოჯკოინი რეაგირებდა ილონის ტვიტებზე და შემდგომ ეს სიძლიერე შემცირდა და რაღაც პერიოდში მე თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი მოკლედ რაღაცები წარმავალია იცოდეთ და ეს ძალა რა ძალაც ბაზარს ესე ამოძრავებს და სხვათა შორის აი ეხლა მოუყარი თვალი ისევ როდესაც ტესლაზე იყო ეს განცხადება 3%-ით მოიმატა 3%-ით მოიმატა მაშინ ბიტკოინის ფასმა და 3%-ით მაშინ ბიტკოინის ფასის მიმატება არც თუ ისე ცოტა იყო მაგ პერიოდისთვის და შესაბამისად მსგავსი მოქმედებები ქონდა აი ამ 10%-იანი სუის მატება კი ვიცით ბაზრის კაპიტალიზაციის გამო ხდება ესე, მაგრამ ზოგადად ეს ყველაფერიც გასათვალისწინებელია. მოკლედ, მე ნაკლებად შევეცადე რომ სიახლეებზე მესაუბრა ისე, თლად მხოლოდ ტვიტების იმედად არ ყოფილიყავით, სხვა ადამიანების ტვიტების იმედად, ეხლა გადავიდეთ ბიტკოინის ჩარტზე, ვნახოთ კვირის ჭრილში რა ხდება, რა დიაპაზონებზე არის საუბარი, ეხლა გამოჩნდება სხვათა შორის კვირა ჯერჯერობით იმ დიაპაზონზე დაბლა არ დაგვიხურავს, რა დიაპაზონზე ადრე საუბრობდი. მოდი განვიხილოთ ცუდი შემთხვევა, ცუდი სცენარის შემთხვევაში რა დიაპაზონები იქნება ისევ თავიდან დატესტილი ალბათობა იმისა, რომ ეს დიაპაზონები დაიტესტოს ასეთი სიახლეებით არის მცირე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რაც აი ახლა გამოგიჩნდებათ ეკრანზე საპროცენტო განაკვეთი და ასევე ამ საპროცენტო განაკვეთზე ახლა ვნახოთ ჩვენ 12 დღეში დარჩება იგივე 14 თუ 93% იყო წინა კვირას, ახლა 99%-იანი, 99%-ია. უბრალოდ აქ რაზე არის კიდევ ერთხელ საუბარი, ზეწოლაცაც ვერ დავარქმევ ამას, რომ აი რამენაირად უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი და რაღაც სხვანაირი მოლოდინები გაჩენილი ბაზრისთვის, თუნდაც ილონის მხრიდან და თუნდაც თუ არ ვწდები 100% არ მახსოვს, მაგრამ ტრამპის ხო ილონის ხელი მახსოვს, რომ აი უნდა დაიკლოს გავს სხვათა შორის ერდოღანის პოლიტიკას
ცენტრალურ ბანკთან მიმართებაში, ზოგადად ცენტრალურ ბანკების ავკარგიანობას დღეს არ ვისაუბრებ, მაგრამ რაც გავს, მაგაზე შეგვიძლია უპრობლემოდ საუბარი. მოკლედ, ცუდი დიაპაზონი ნათქვამია, კარგი დიაპაზონი კი ბატონო, იცით, წინააღმდეგობის კუთხით რა არის, უბრალოდ ერთადერთი, რასაც გადავამოწმებდი, არის ბიტკოინის დომინაცია და ბიტკოინის დომინაციას ხომ არ დამართნია რამე. კრიტიკული, არაფერი კრიტიკული მოძრაობა და მართლაც, აი რაზეც არის საუბარი, რომ აი ბიტკოინი კი. აი ჩარტზე ჩანს ფულის კუთხით, არ დგას ხალხი და არ ყიდის დიდი ოდენობით ბიტკოინს, პირიქით ადამიანები ეძებენ ბიტკოინს, შეიძლება სახელმწიფოებმა არ ეყიდონ ან გადაცვალონ ერთი რეზერვი მეორე რეზერვში, მაგრამ საბოლოო ჯამში ბაზარს მაინც ბიტკოინი აინტერესებს, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბევრისთვის რა, უკვე ტრამპისთვისაც. საინტერესო აქტივი Solana ბიტკოინის ფასი შეგვიძლია ვიხილოთ, აი ამ დიაპაზონის ჩამორღვევაზე ვსაუბრობდით, არც ის აღარბიელო დიაპაზონია და სხვათა შორის ბიტკოინთან მიმართებაში Solana კიდევ შეიძლება ჩამოვიდეს და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის საინტერესო დიაპაზონები, აი წითელი დღის დიაპაზონი შეიძლება ესავიღოთ, ჩვენ თუ ვიტყვით, ახლა ვნახოთ პროცენტულად რა დაშორება არის. 66%-იანი კლება და პარალელურად თუ ბიტკოინის ფასი გაიზარდა დოლარს შეიძლება ეს ვერ იხილოთ, მაგრამ ის რაც მოხდა ეთერიუმთან მიმართებაში შეიძლება განმეორდეს. ეთერიუმ მორჩა თუ არა ბიტკოინთან ვარდნას ჯერჯერობით არ ჩანს ზალა, კი არა და მეორე ამოსუნ თქვა უწევს და ცუდი დიაპაზონი ეთერიუმისთვის დავტოვოთ, მოკლედ ეს დიაპაზონი დავტოვოთ, ფაქტობრივად 2019-ში გადავიდეთ. საპროცენტო განაკვეთის მოლოდინთან დაკავშირებით, ხო, კიდევ ერთხელ, თუ ეს რამე ზეწოლით შეიცვალა 89, ეს გეიმ კატასტროფა. ან თქვენ შეიძლება თქვათ, რომ აი ნიკა, საპროცენტო განაკვეთის კლება რატომ შეიძლება იყოს ცუდი? არა, ცუდზე არ არის საუბარი, მოლოდინები რა არის და მოლოდინთან მიმართება შეიძლება ზოგადად შემდეგი აი მაისის განცხადება და ჩვენ წინასწარ შეგვიძლია ვნახოთ პრინციპში აი მაისშიც უკვე მაისში ორად იყოფა აზრი, ხო, ჯერ ადრე არის, მაგრამ მაინც 7 მაისს, ხო? 9% ფიქრობს, რომ რაღაც იგივე ნიშნულზე დარჩებით, 9% კლება. სხვა აი მე უფრო არის კლების პროგნოზების საუბარი, ხო? აი ალბათობა იმის რომ ივნისში უკვე აქეთკენ ვიქნებით უფრო დიდი არის, ანუ რის თქმა მინდა შეიძლება კი არა და გაზაფხულზეც შეიძლება მსგავსი რამ ვიხილოთ, თუმცა აი ეს მდგომარეობა არ მომწონს მე აი პირდაპირ გითხრათ რომ აი ხო სწორად კი ივნისი ესე იგი ივნისი და მაისი ნახა ხო აი ეს დამოკიდებულება რომ იცი რა ეს უნდა ჩამოვიდეს შემცირდეს თორე წინავდა კიდევ ხო ცენტრალურ ბანკებს და ზოგადად მათ მოქმედებებს მე არ ვამართლებ, უბრალოდ ისედაც არ ინვესტორებს თვალ გადარებთ და გადმურევთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარი თავისი ლოგიკით იმოქმედებს. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ასევე Solana USDT-ის ფასები, ხო, Solana USDT-ის ფასები ფაქტობრივად არ ვიცი. რა შეიძლება ითქვას ამ აქტივზე წკიბზე არის რა წკიბზეც იყო აი წინა bull market-ის დროს თქვენ ხედავთ რამოდენიმე კვირიანი ამას თქვა შემდგომ მისევდა უბრალოდ ამის შემდეგ ფასი ვეღარ წავიდა სხვათა შორის ყველაზე მაღალი ნიშნული დაუკვირდეთ როდის აქ დაფიქსირებული ხო ნოემბერში ანუ განსხვავებულად არაფერი ნოემბერში აქ დაფიქსირებული და მის შემდგომ კლება და ნუ დიდი კლებები ეს ალბათ FTX-ის ამბავი დიახ FTX-ის ამბის შემდგომ კლება და ფაქტობრივად აი ამ დიაპაზონზე ერთ-ერთი საინტერესო დიაპაზონი ჯერ შეიძლება თქვათ რომ ადრე არის მაგრამ სამომავლოდ მოვინიშნოთ შეიძლება ეს რღვევის დიაპაზონი იყოს ხო თქვენ ჩაშლილი მოცულობები შეგიძლიათ ნახოთ მოცულობების პროფილი შეგიძლიათ ნახოთ მაგრამ აი ფასის მოძრაობის ძალიან ცივი გონებით ფასის მოძრაობის კუთხით ვხედავთ ასევე ის რომ აი რატომ ავიდა კიდევ ერთხელ ბაზრის კაპიტალიზაციის გადაანგარიშებით აქ უფრო მეტი ფული არის ვიდრე ამ დროში რადგან
მიმოцлაში უფრო მევდრი coin-ი ჩაიშვა და შესაბამისად უფრო მეტი ფული იყო ამ ყველაფრისთვის საჭირო, თქვენ შეგიძლიათ coin market cap-საც მარტივად გადაამოწმოთ და ეს ემთხვეოდა იმ ნარატივებს, როდესაც ტრამპი მე მგონი ბოლო პერიოდი იყო, ხო? აი ზუსტად ბოლო პერიოდი იყო, როდესაც უკვე ინაუგურაცია იყო და აი ამ დიაპაზონის შემდგომ აღარ წასულა. ამ ჩარტებს რომ უყურებთ, ბევრისთვის შეიძლება პესიმისტური იყოს მოძრაობები, მაგრამ ვიცი, რაც კრიპტო ბაზარი არსებობს მაგ პერიოდიდან მოყოლებული, სულ ვიძახი, როდესაც თქვენ დააპროფიტდებით და მე მახსოვს ადამიანები აი ამ მოძრაობაზე, სხვათა შორის Solana-ს აი ამ მოძრაობებზე წუხდნენ, რომ აი აქ იყიდეს დაახლოებით სადღაც და აი იმაზე აქვია $25 მოგვიწია Solana-ს გაყიდვა. აი ამ დიაპაზონს თუ დააკვირდებით და აქ თუ იყიდეთ და $25-ზე გაყიდეთ, არც თუ ისე დაბალი მოგება არის, ხო? და შესაბამისად შემდგომშიც გქონდათ შანსი, რომ ისევ შესულიყავით და ისევ გამგეხორციელებდეთ, მაგრამ ბაზარმა ძალიან ბევრი შანსი მისცა altcoin-ების მყიდველებს და სულაც რომ კლასიკურად რასაც იძახიან, ის თუ არ მოხდება altcoin-ებთან მიმართებაში. წესით ბევრი არ უნდა იყოთ ნაწყენი, მარტივად რომ გითხრათ. თუნდაც აი ამ დიაპაზონიდანაც კი 33-დან აი აქედან უფრო ლოგიკურად გაიზარდა ფასი, იმიტომ რომ ვინც ამ პერიოდში გამოვიდა ის ადამიანები დააბრუნდნენ ყველაზე უხეში ლოგიკით, არანაირი ხრმა order book-ების ანალიზებით და შესაბამისად დააკვირდით აი ესეთი აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდებში საიდან ხდება ფასის გაქცევა და იმ ადგილას მოასრო თუ არა ბევრმა ადამიანმა ყიდვა დიდი ალბათობით ვერ მოასრო და შესაბამისი მოძრაობები გვაქვს ხოლმე დღის ჭრილშიც ვნახოთ. ყიდვა გაყიდვის ლოგიკით უყურეთ და სხვას რა ვიცი, სხვას არაფერს მარტო ინდიკატორებზე და მარტო სიგნალებზე და მსგავს რაღაცებზე იქნებით დამოკიდებული, უბრალოდ ყველა სანთლის უკან განეხედოთ ლოგიკა, რომ აი აქ რაც მოხდა. მთლიან მატჩი შეჯამება, აი როცა ხედავთ რომ ფეხბურთის მატჩი 2-1 დამთავრდა რაღაცა მსგავსი. მანამდე შიგნით რა ხდებოდა, ხო, ჯერ ვისი უპირატესობა იყო, ვინ გაიტანა გოლი, რა მოხდა მთლიანი თამაშის მანძილზე, დაახლოებით იგივე არის და თქვენ უფრო ხორმად შეიძლება ნახოთ პირობითად 4 საათიანი სანთლები, 1 საათიანი სანთლები, ამით ივარჯიშოთ და ესე შეაჩვიოთ თვალი. ეხლა შევეცდები მოკლედ ვნახოთ თქვენი კომენტარები. დავიწყებ ტრადიციულად, ესეთი ახალი ტრადიცია მაქვს. YouTube-დან, თუ გვაქვს YouTube-ზე კომენტარები. ნახოთ აბა YouTube-ის კომენტარები, სალამი იმ დროს პორტფელს რომ გქნით ბიჭები, როდის გააგრძელებთ. დისკუსიას პრინციპში როგორ დამთავრდა ეს ამბავი ალბათ 4 შაბათს ვისაუბრებთ ამაზე, ყოველ შემთხვევაში როგორც მაშინ თქვით, დღევანდელ მოვლენებს უნდა დაველოდოთ და იმ პერიოდიდან კი ნახეთ ბაზარი როგორ იქცევა. არაფერი განსაკუთრებული შეიძლება იყოს მოკლედ ამ თემაში და დაველოდოთ ნახოთ. შეიძლება საერთოდ არც არაფერი არ მოხდეს პარასკევის დღევანდელი დღის შემდგომ. Netflix რას ფიქრობთ? Netflix-ი რამე ტოკენია თუ coin-ია გამოსული, არ ვიცი. რბოლა ჩორები ბაზარი ყოველ ჯერზე ეძებს ახალ ალts ASICS-ით ილუზიებით შეპყრობილები, არა სერვისი, არა პროდუქტი, არა ინოვაცია, მხოლოდ ASICS-ით ილუზიები. კი ბატონო, შეიძლება ბევრს გაგიმართლოთ და ბევრჯერ გვისაუბრეთ საერთოდ ჩვენი altcoin-ების გამართლებაზეც, ავთოსაც ვსაუბრია, ლუკასაც, ერთადერთი შეიძლება ამაზე ცოტა ისაუბროს ლადომ, რადგან ლადოს ეს სეგმენტი საერთოდ არ აინტერესებს და ეს დეკლარირებულად არ აინტერესებს ლადოს. კი, რაღაცები შეიძლება 10 ჯერ გაიზარდოს, 20 ჯერ, 15 ჯერ, მაგრამ იმ იმედით რომ აი ახლა მე ამ altcoins და ვიღაცამ Twitter-ზე დაწერა, თქვენ უბრალოდ არ ვიცი გახსოვთ თუ არა, Twitter-ზე Ripple-ის მომხმარებლები 2021 წლის თებერვალში, მარტში იმდენად აქტიურები იყვნენ, რომ ეხლა ესე აქტიურები არ არიან. ეს აქტიურობას თქვენ შეიძლება არ გახსოვთ და იდებოდა ბევრი ფოტო, რომ აი დღეს ვიყავი ამერიკელებთან, დღეს ვიყავი რესტორანში
ტიპი დაუტოვე ვიღაცას $5 თუ $10 და ჩეკზე მივაწერე, რომ ამით თუ შეიძლება იყიდე Dogecoin და რაღაც მსგავსი მოძრაობები იყო, ხო? მსგავსი ეიფორია არ ჩანს ბაზარზე და ამიტომ არის რომ მე სენტიმენტის კუთხით ცოტა სხვა მოლოდინი მაქვს ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ამ ინდუსტრიას რო გავცდეთ, მსოფლიოში არ არის მარტივი სიტუაცია და როდესაც არ არის მარტივი სიტუაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რომ აი Shiba Inu ან Solana შეიძლება ახლა ერთადერთი რა ვიცი Solana-ს გამოფხიზლება, კიდევ ამ ნარატივით შეიძლება კი არის პროგნოზები, რომ Solana შეიძლება $400-მდე ავიდეს, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ტექნოლოგია არის ცუდი, მე ფასს ვამბობ, ტექნოლოგიას არც განვიხილავ, Solana-ს ტექნოლოგია არც განვიხილია, რამდენჯერაც დამჭირდა ვერ გამოვყენდა. შესაბამის პროდუქტს რატომ განვიხილო არ ვიცი. ხო, და კი, არ არის პრობლემა, არც იმაზე არ არის პრობლემა, ვიღაცები წერდნენ, რომ IP ავიდეს, $100 გახდეს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. იხეირეთ, არ არის ამას პრობლემა, უბრალოდ ვიღაცა რომ მეუნებათ, რომ იცით რა, აი ესე მოხდება და ჩვენ რავი, Dogecoin-ი $1 გახდება და Shiba Inu $1000 და რაღაცა მსგავსი, ხო? თეორიაში ბევრ რაღაც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ რაღაცა მტკიცებით ფორმაში არ გადახვიდეთ. დანარჩენი თქვენი პორტფელია, თქვენი რისკი არის თავიდან ბოლომდე და თქვენ განაგებთ თანხას, უბრალოდ კრიპტო გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რამე ცენტრალიზებულ სისტემაში კი არ ჩარჩეთ, რომელიც ჩემ ანგარიში გაგიყინოთ, არა, თქვენ გაქვთ იმის თავისუფლება, რომ გადმოხვიდეთ ისეთ სისტემაში, სადაც ვერაფერს ვერ გაგიკონტროლებთ, მაგრამ აი იმ ვერ გაკონტროლებაში თქვენ თუ კიდევ შეცდომებს დავუშვებთ, ეს თქვენზე არის. შესაბამისად, მაგიტომ აბერჯერ გადაცემაში თქმულა და ავთოს პორტფელიც ალკე იყო ატვირთული ჯგუფში და ესაუბრებ, რომ აი ალკე შეიძლება დავალ რისკიანი, საშუალო რისკიანი, მაღალ რისკიანი, მაღალ რისკიანი შეიძლება რაღაც ინვესტიციები განხორციელდეს. და მოკლედ შეფასებები გაკითხეთ ამ კუთხით. ეხლა RVV-ზე იყო კომენტარი და მაგიტომ უცებ გადავხედე და RVV-ზე ვისაუბროთ, ხო? რა შეიძლება ითქვას RVV-ზე? ფასის კუთხეს თუ უყურებთ და მით უმეტეს აი ამ დიაპაზონების ათვისების კუთხე, შესაბამისი ათვისება არ მომხდარა. და მე მგონი მართლა 4 შაბათს რაზეც იყო საუბარი შეიძლება ის სცენარი იყოს, ხო? ანუ აქ მყიდველების ინტერესი, მსგავსი ინტერესი არ არის, ანუ ბაზარი და შეიძლება RVV ბიტკოინის გადავამოწმოთ, ბაზარი ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული რაღაც ამბებში. კიდევ ერთი, ეს იმას ხო, აი RVV ბიტკოინზე ხედავთ. რაღაც კრიტიკული ზღვარი გადაუკვეთავს, ხო? არა, ბიტკოინთან მიმართებაში სანსუსტად გამოიყურება. ხო? ანუ რისი თქმა მინდა. ბაზარი არ არის და ალტკოინების ბაზარი არ არის ჩამოყალიბებული. იქ ვიღაცამ რაღაც ტვიტი დაწერა და კვირა დღეს, როდესაც გავსი მოძრაობა არის ბაზარზე და ასე უცებ იმატებს კოინები, არ არის შემთხვევითი. არ მომწონს ეს ბაზრის სტრუქტურა. შეიძლება ფასების კუთხით ხშირად პესიმისტური ვიყო გადაცემაში და რეალურ ცხოვრებაშიც, მაგრამ ის რაც ხდება, ეს არ არის მოსაწონი. აი ტექნიკურადაც კიდევ ერთხელ მივყვეთ RVV-ს თუ რამე სხვა გვექნება, ასე ერთს გადავამოწმებ უბრალოდ ერთ რაღაცას კიდევ, ხო, არა, ჯერჯერობით არ ჩანს და კვირის დახურვა, არც თუ ისე სახარბიელო კვირის დახურვა არის. ნახოთ დღეს კიდევ ერთხელ რამე სასწაული თუ არის თქვა ზოგადად ალტკოინთან მიმართებაში, მაგრამ ის განცხადებები, რაც გადაცემის პირველ ნაწილში გავანალიზეთ, მეტნაკლებად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შვიდად ვიყოთ ბიტკოინთან მიმართებაში და სხვა რაღაცას შეიძლება ჩვენ არ შევწუხდეთ. ეხლა რაც შეეხება futures-ის კონტრაქტებს და შემდეგი ამოწურვა მარტის ბოლოში არის, უბრალოდ მაინტერესებს რამე ფასის გარღვევა იყო თუ არა, ყველაფერი ათვისებული არის, არანაირი პრობლემა ჯერჯერობით არ არის ბაზარზე, ხო, თითქმის ყველაფერი შევსებული არის და შესაბამისი პრობლემები არ გვაქვს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ და მე მგონი მეტი კომენტარი არც არის და 73 ერთი არის კიდე იმ დღეს პორტფელის ეს ვასხვათ 73 უნდა დატესტოს ნიკა ბევრი მანიპულაციები და აირია შეხედულებები. სტაბილურად ინარჩუნებს ფასს. ამაზე
რას გვეტყვით? არა, ბოთომი, მოდის თუ თქვენს altcoin-ებზე ერთდღიანი pump dump იქნება ტრამპი რეზერვებზე როგორც იქნა პოსტზე ერთ დღეში რაც მოხდა. ხო, აი მამბას კომენტარი საინტერესოა. 73-ზე არ არის პრობლემა, ის სტრუქტურულად განვიხილოთ. 73-ზე თუ ჩამოვიდა ბიტკოინი, რა შეიძლება მოხდეს? ეს ისტორიის კუთხით საერთოდ არ არის პრობლემა. როგორც ტრეიდინგის საშუალებებიც იქნება ბევრი რა თქმა უნდა. ხო, საერთოდ არა. აი ამ წვეტიდანაც არა, იმიტომ რომ აქ სერიოზული აღმასვლებია. კიდევ ერთხელ ამ ჩრდილის დატესტვა და გამოცდა თუ მოხდება თავიდან, ესეც არ არის პრობლემური. უბრალოდ ნახავთ რეალურად რა ინტერესებს ბაზარს. და საინტერესო თეორია ითქვა ბაზში, სხვათა შორის აი ამ აღმასვლაზე არის საუბარი, ხო? საინტერესო თეორია ითქვა ბაზში, ამის წინა ბაზში, რომ თუ ახალი რეზერვების შესყიდვას და ახალი თანხების გაჩნია მოკლედ რა აპირებს და როგორც შანს ერთი შეხედვით არ აპირებენ, უბრალოდ ერთი კაპიტალის მეორე კაპიტალში გადაცვლას აპირებენ, შესაბამისად რო იაფად ენდომებად ბიტკოინის რეზერვების შევსება, ეს ლოგიკაც არის, ამ ლოგიკაში შეიძლება დავждეთ უბრალოდ აი კლასიკური მოლოდინით და ისტორიაგანული მოლოდინით კი აი ნოემბრამდე შეიძლება აღმასვლების მოლოდინები იყოს, მაგრამ ხაზგასმით, როდესაც ეს არაფინანსური რჩევით, რა თქმა უნდა, როდესაც altcoin-ში, თქვენთვის გასაყიდ coin-ში, თქვენ მიზნებს და ფასებს, როდესაც მიაღწევს coin-ი, შესაბამისად უნდა მოაქცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ვიღაცაზე დაალოდებით ან რაღაც ინფორმაციაზე დაალოდებით საბოლოო ჯამში დიდი პოზიტიური ცურები არ გიქნებათ ხოლმე პორტფელში და მეც ხაზგატყვით მინახავ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ბევრი რა, რამოდენიმე ადამიანი, ბევრი არა, რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ინდუსტრიაში არის 2018 წლიდან და 19 წლიდან და პორტფელის მოგება არ დაუფიქსირებიათ. და უბრალოდ ვერ ხვდებიან როგორ დააფიქსირონ. თქვენ შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ პორტფელებს ცალ-თვალით შეგახედებთ, ოდესმე და ნახავთ, რომ შეიძლება კი იდეალურ არა. იდეალური პორტფელებიც პრინციპში შეიძლება ჩარჩენ თუ გამოსვლის წერტილებს არ გაითვალისწინებენ. ეს არის. თუ თქვენ ჰოლდერი ხართ, ავი ჰოლდერის ტუტორიალი კაცმა 1 საათიანი ვიდეო დადო და კვირაზე თუ 2 კვირაზე მეტი აკეთებდა ლადოს ვიდეო თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ხო? ლეჯერ, აი თუ ჰოლდერი ხართ და ჰოლდინგით იკლავთ თავზე 2019 წლიდან გინდათ რომ ბაზარზე დარჩეთ, ხო, აი ესეთ როგორ გადავიტანოთ ბიტკოინის ციფრსაფურის ყველაფერი არის დეტალურად ახსნილი. თუ ეს გაინტერესებდა, შეგიძლიათ მოკლედ თავიდან ბოლომდე უყუროთ. დანარჩენი თქვენ ჰოლდერიც იყოთ სხვა coin-ების და შესაბამისად რაღაცებს არ ითვალისწინებთ, ეს ჩემთვის ცოტა გასაკვირი არის. ტეზერთან მიმართებაში ეთერიუმს ახლა კომენტარი ნახეთ, ტეზერთან მიმართებაში ეთერიუმს პირდაპირ გეტყვით ვაკვირდები სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ მაინტერესებს კარგ ფასზე მე პირადად ეთერიუმის შესყიდვა, ცუდ შემთხვევაში არის $1600-1500 დიაპაზონები, ამას კომენტარში დავწერე, თუმცა ვიღაც ინვესტორები ახლაც აკეთებენ შესყიდვებს. ეს რა თქმა უნდა არ არის ფინანსური რჩევა. მოკლედ, რომ შევაჯამოთ და ძალიან არ დაგტვირთოთ და არ გადაგყალოთ. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრე თუ რა ხდება ბაზარზე, რეზერვების კუთხით, ბიტკოინის კუთხით, სუის კუთხით, სხვადასხვა განცხადებების კუთხით, ტესლას ყიდვა, არ ყიდვა ბიტკოინის აი ამ კუთხით. მეორე ნაწილში შევეცადე რომ ძალიან მოკლედ და მშრალად შემეხედა ჩარტისთვის, რომ თქვენთვის მარტივად გასაგები ყოფილიყო, ძალიან მარტივად გასაგები ყოფილიყო და გადაცემის მესამე ნაწილში შევეცადე რომ კითხვებზე გამეცა პასუხი. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet, ახლა გამოჩნდება ეკრანზე და გადაცემის ნებისმიერ აღწერაშიც, ჯგუფშიც ყველგან დევს მოკლედ სარეგისტრაციო ლინკი, თქვენ შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ და გაყიდოთ კრიპტო, გადმოიტანოთ კრიპტო, ისინი საინტერესო სერვისებსაც გვირდებიან და დაველოდოთ რა როგორ განვითარდება, ოთხშაბათობით ვცდილობთ რომ სიახლეები და კითხვებზე პასუხები უფრო აქტიური იყოს BitNet-თან მიმართებაში, ასევე არ დაგავიწყდეთ Pixel Academy-ის სარეგისტრაციო ლინკის ნახვა, თუ არ ვსწრებთ დღესაც, მე მგონი დღესაც გექნებათ საშუალება იმ ნახოთ. არ ვიცი. საფრთხესთან შეუთანხმებლად კი ვამბობ, მაგრამ Reels-ებშიც დევს, მოკლედ ახსნილია ყველაფერი, თუმცა სხვა კურსებიც არსებობს.
და დაველოდოთ თქვენი ინტერესის და მიხედვით შეიძლება ბევრი სხვა საინტერესო კურსებიც დაემატოს. მოკლედ დღევანდელ დღეს დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ. შეიძლება ჩვენი დროით გვიან მოგვიწვიოს დაკვირვება. სერიალი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ვიღაცა შეიძლება 20 ჯერ გაიზარდოს, ვიღაცა შეიძლება განახევრდეს. ყველა თქვენი ასე ვთქვათ რეგულაციის და თქვენი თვალდახედვის არეალში ყველა ალტკოინი და ყველა მიმქონი ვერ იქნება ფიზიკურად. თუ რამე ხელსაწყო გაქვთ, გაგვიზიარეთ, ან რამე ეიჯენტი ან მსგავსი სისტემა და სერვერი თუ გაქვთ, ვისაუბროთ ჯგუფში, არ არის პრობლემა. სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრ ფულს შოულობენ ადამიანები და კრიპტომდეც შოულობდნენ და აი ამ შიში და აი რამენაირად ამას არ გამოვჩე, ამაში თუ არ ჩავარდებით, ძალიან კარგი მოგზაურობა გელით კრიპტობაზარში ზოგადად და თითქმის 4 წელი ხდება უკვე ამ მოგზაურობას თქვენთან ერთად მოგზაურობთ, მოკლედ ამ ინდუსტრიაში. მეტნაკლებად ვცდილობთ, რომ საინტერესო სიახლეები შემოგთავაზოთ და დაველოდოთ მოკლედ ბაზარი რას გვაჩვენებს. მე 4 შაბათამდე, მაგრამ კრიპტობაზარი პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.